უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში იმყოფება. ის ჰააგაში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოვს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო. ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინადადებები შესაძლოა რამდენიმე დღეში დასრულდეს, რის შემდეგაც ამერიკელი წარმომადგენლები მათ კრემლს წარუდგენენ. მან ასევე თქვა, რომ სამშვიდობო გეგმის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილეს, ძალიან ეფექტურია. თუმცა ზელენსკიმ ბლოკი გააფრთხილა, რომ ზოგიერთი ძირითადი საკითხი კვლავ გადაუჭრელი და ბუნდოვანი რჩება. ამერიკელმა პარტნიორებმა გუშინ ევროპული რეაქციაც იხილეს. ახლა კი ყველა ამ რეაქციის გათვალისწინებით ამერიკული მხარე დაუკავშირდება რუსულ მხარეს და ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში უკრაინასთან შეხვედრა გაიმართება. ფიქრობ უახლოეს დღეებში, შესაძლოა შაბათ-კვირას ან შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. პარტნიორებთან ერთად ჩვენ მუშაობთ არამხოლოდ სისხლის ზღვრის შესაჩერებლად, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის შესაცვლელად, რათა არ არსებობდეს კიდევ ერთი ომის დაწყების შესაძლებლობა. ჩვენ გვესმის, რომ დამნაშავეები ერთ დღეში არ იცვლებიან. სწორედ ამიტომ ამ დღეებში მოლაპარაკებები არამხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ უსაფრთხოების გარანტიებზე იქნება. საქმე არამხოლოდ დიპლომატიას, არამედ ფიზიკურ უსაფრთხოებასაც ეხება. საქმე ასევე იმაზეა, რომ რუსეთმა საბოლოოდ ისწავლოს კანონის პატივისცემით ცხოვრება. ევროპის საბჭომ კონტინენტის წამყვანმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო სარჩელების კომისიის შექმნას, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს მოითხოვონ კომპენსაცია რუსეთთან კონფლიქტით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან დაზიანებისთვის. ჩვენ ველით, რომ 2026 წლისთვის და შემდგომი პერიოდისთვის 40-45 მილიარდ ევროს მივიღებთ, რაც ჯამში 200 მილიარდ ევროს შეადგენს. ძალიან გვინდა, რომ ეს თანხა ჩვენი სახელმწიფოს რეკონსტრუქციისთვის გამოვიყენოთ. არავის არც კი განუხილავს რაიმე სხვა ალტერნატივა, რადგან აღდგენის ღირებულება სამჯერ აღემატება 200 მილიარდ ევროს. სამართლიანია, რომ რუსეთმა გადაიხადოს ნგრევისთვის, მაგრამ 200 მილიარდი ევროც არ იქნება საკმარისი. უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ვიზიტისას ასევე იმყოფებოდა აარდენბურგის სამხედრო რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა. ზელენსკიმ დაჭრილ მეომრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, მათ შორის ორდენი სიმამაცისთვის და медალი უკრაინისთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინელი მეომრებისთვის გაწეული სამსახურისთვის, საკუთარ ჯარისკაცებს კი უკრაინის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.